კომპიუტერი და მაგ ყველგან. აი იქ ვიყავი ახლა ბოლოს. კრუიზით ვიყავით წასულები. რა თქმა უნდა კომპიუტერი რისთვის მიგაქ? აი წავი, ოღონდ კიდე კარგი ვერ გამოვიყენე რა. აი მართლა ისეთი. ხმელთაშუა ზღვის გარშემო ვიყავით კრუიზით. რა დროს სცენარია. დაისვენა ერთი კვირა მაინც დაისვენა. ხო და მე რო ეგეთი ვარ, მინდა რომ რაღაცა მეტი მოტივაციის იყვნენ, იმიტომ რომ ვავხედავ რომ შესაძლებლობები მეტია აქ, მეტად შეიძლება გამოიყენონ, მეტი წარმატებულები იყვნენ ცხოვრებაში. ხო იცი, მაინც მამა ხარ და გეშინია რომ რაღაცა ხო ხდები, რაღაცა ცხოვრებაში რაღაც არ გაუჭირდეთ, რაღაცა პრობლემები არ გქონდეთ მერე. რაღაცა და ანუ რაღაც ეგეთები ხდება და მე უყურებ რომ კაცო ესენი ბედნიერები არიან და შენ რატო გინდა შენაირი იყოს? რატო? აი გაიყოლა ცუდი მე მგონი რომ აი მან ვიჭრები პრობლემებში. რატო გინდა შენაირი იყოს? აი რატო გაუშვი რა. იყოს თავისნაირი. იყოს როგორიც არის დათქმეს ცხოვრებით, ხო? ანუ თუ იმისთვის ის საკმარისია, რასაც იღებს ბედნიერებისთვის. ბედნიერებას ხო ფორმულა არა აქვს, ხო? ის იმით იღებს ბედნიერებას და აი ჩვენი შვილები თუ არიან ბედნიერები, ვიცით ბედნიერების საშუალება. უნდა დავარიგოთ რა თქმა უნდა ჩემი აზრით, უნდა ველაპარაკოთ, უნდა უთხრათ ჩვენი აზრი, უნდა უთხრათ, მაგრამ მათი აზრის პატივისცემა უნდა ვიცოდეთ პირველ რიგში.